70 წელი გავატარე აქ. ალბათ ძნელა თუ მოიძებნება საქართველოში მსახიობი, რომლის სახელი და გვარი მაყურებელმა იშვიათ შემთხვევაში იცის, თუმცა მისი ყველა კინოროლი ზეპირად ახსოვს. ციციკორე, კაცო ამბაია, მეთებზე გოლა, ბოდოკია, კინოში შესრულებულ 50-მდე როლს მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ასე აფასებენ, ხოლო ნამდვილი სახასიათო სახეები ასე იქმნება. მსახიობი 1909 წლის 19 მარტს დაიბადა, მაყურებელს კი თავი მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან დაამახსოვრა. ამ დროს ეკრანზე მისი პირველი ფილმი უდაბნო გამოდის. კოტე დაუშვილი ასევე იყო მარჯანიშვილის თეატრისა და ბაქოს ქართული თეატრის მსახიობი. დაჯილდოებული იყო მრავალი მედლითა და ორდენით და რაც მთავარია, დაჯილდოებული იყო ნიჭით მის მიერ შესრულებული ბევრი დრამატული როლიდან ყოველთვის განსხვავებული სახე შეექმნა. კინომცოდნეები ამას მისი ხასიათის მთავარ ნიშანს უწოდებენ. ძალიან საინტერესოა, როცა ხასიათი ჩავს არტისტში, ხო და ამ ხასიათს მორგებული რაღაცა როლების სხვადასხვაობა გვხდება ისტორიაში. კოტე დაუშვილის სწორედ ასეთ მსახიობებს განეკუთვნებოდა, ასეთ მსახიობთა რიგს მიეკუთვნებოდა. მე მინდა აღვნიშნო, რომ ალბათ კინოს ისტორიიდან მოყოლებული, აი იმ პერიოდიდან მოყოლებული, რაც ის კინოში მოღვაწეობს და ეს 30-იანი წლები გახლავთ, მე-20 საუკუნის 30-იანი წლები, აი ხალხური ფილმები, უდაბნო, უკანასკნელი ჯვაროსნები, არშაულა, ძალიან საინტერესო ეტაპია ქართული კინოსთვის ზოგადად ერთის მხრივ სოცრეალიზმი, რომელიც მას გარკვეულ წნეხში აქცევს და მეორეს მხრივ რაღაცა ისეთი პოტენცია და შესაძლებლობები, რომელიც ქართულ კინოს ახასიათებს, ხო? აი ამ პერიოდიდან მოყოლებული კოტე დაუშვილი შეუცვლელი და ძალიან საინტერესო მსახიობია ქართული ეკრანისა. უამრავი რამ გვაქვს საინტერესო ამ არტისტთან მიმართებაში, მე მაინც ვთვლი, რომ როგორც ყოველთვის მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ალბათ კიდევ უფრო სხვაგვარად გამოიყენებდნენ, ცოტა ესეთი დიდი სამოღვაწეო არეალი რო გქონოდა ქართულ კინემატოგრაფზე, შესაძლებლობა რომ გქონოდა, რომ აი სხვადასხვა როლებში მოესწრიდა თავი. ფილმებთან ერთად მისი სახეები ეროვნულმა არქივმა შემოინახა. საცავში მსახიობის ყველა კინოგმირის ფოტო ინახება. არის ისეთი სურათები, რომლებშიც კოტე დაუშვილი ყველანაირი როლის მორგების გარეშეა გამოსახული. არქივი უკვე მისი ფოტოების ციფრული ვერსიის შექმნაზე მუშაობს. ამიერიდან მსახიობის გმირები მაყურებელთა ხსოვნასთან და უკვდავ კინოკადრებთან ერთად ამ ფორმითაც შემოინახება. ძალიან დიდი შემოქმედებით გზაქონდა როგორც ქართულ თეატრში, ასევე თავისთავად კინოში ძალიან ბევრი კინოროლი განსახიერებული და ჩვენთან არის ამ კინოფილმებიდან ფოტოკადრები, აი თქვენ ხედავთ სხვადასხვა ფილმები არის დიდოსტანის მარჯვენა, ჩარირამა და ძალიან ცნობილი ქართული ფილმები, რომელზეც თვითონ ვადიმ შემოქმედებას ძალიან კარგად იცნობს ქართული მაყურებელი, ძალიან უყვარს მისი როლები და თავისთავად ძალიან ძვირფასია ჩვენთვის ეს კოლექცია, ეს თვითონ ფოტოკადრი. მისი პერსონაჟები გმირებიც იყვნენ და ანტიგმირებიც, თუმცა მაყურებელი მის ყველაზე უარყოფით პერსონაჟსაც კი უთანაგრძნობდა, რადგან ხვდებოდა, რომ ამ გმირის ნამდვილი პორტრეტი მხოლოდ პერსონაჟის მიღმა არსებობდა, ყველაზე თბილი და ადამიანური ბუნებით და ის მსახიობი კოტე დაუშვილი იყო.